ევროპის სახალხო პარტიის მიიღებულ რეზოლუციას და ყრილობაზე გაკეთებულ განცხადებებს აფასებენ პოლიტიკურ პარტიებში. ოპოზიციის განცხადებით, ევროპის სახალხო პარტია დიდი ხანია კრიტიკულად არის განწყობილი ქართული ოცნების მიმართ, რეზოლუცია კი ქვეყნისა და ხალხის მხარდაჭერას გამოხატავს. მართლ პარტიაში კი ამბობენ, რომ ამ რეზოლუციაში სიახლე არაფერია და ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუციის ასლია. პარტიის წევრების თქმით, რეზოლუციაში კვლავ გაუგებარი ჩანაწერები და ტყუილებია. ყველა ის მოთხოვნა, რომელიც არსებობს ახალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს ხელისუფლების არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით. ამ ვითარებაში მიგვაჩნია, რომ ეს არ არის ის რეზოლუცია, რომლის მარტივად გატარებასაც შეძლებს ივანიშვილის ხელისუფლება, იმიტომ რომ ძალიან გავლენიანი ძალები ესწრებოდნენ ამ რეზოლუციის მიღების პროცესს, რომლებიც ევროპულ პოლიტიკაში ქმნიან მნიშვნელოვან ამბავს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ამ რეზოლუციაში იყო ის, რომ ოლიგარქი ივანიშვილის ბანკთან მიდგომა იქნება ზუსტად იგივე, როგორი მიდგომაც იყო პუტინის რუსეთის ბანკებთან უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისას. ეს აღნიშნავს პირველ რიგში იმას, რომ ევროპის ყველაზე მსხვილი პარტია ოლიგარქ ივანიშვილს უყურებს ზუსტად ისევე, როგორც პუტინის რუსეთს. ეს არ არის პირველი რეზოლუცია, ამ ტიპის რეზოლუციები ჩვენ ბევრი გვინახავს, თუმცა კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რომ EPP ეს არის პირდაპირ მტრობს საქართველოს, ჩვენს ქვეყანას, ამ ქვეყნის მომავალს, ის კონკრეტული ევროპარლამენტარები, რომელიც ამ ქსელში არის გაერთიანებული, ჩვენ გვახსოვს მათი განცხადებები, გვახსოვს პირდაპირ მოწოდებები სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ბევრი გვინახავს ამ ტიპის რეზოლუციები, საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, დავიცავთ ჩვენი ქვეყნის მომავალს და რა თქმა უნდა ხელშეუწყობთ ქვეყანაში მშვიდობას გრძელვადიანს. ახალი აქ არაფერი არ არის, არც შინაარსში, არც თავის ამ დოკუმენტის რიტორიკაში. პრაქტიკულად იმეორებს ევროპარლამენტის წინა რეზოლუციებს, სადაც ჩამონათვალია ესეთი ტრადიციული რამდენიმე ადამიანის და რამდენიმე თემატიკის, რაც როგორც ჩანს, მათი აზრით არის აუცილებელი იმისთვის, რომ ყველა დოკუმენტში მოხდეს. არაფერი არც არსით, არც მნიშვნელობით, არაფრით ჩვენთვის ეს გამორჩეული და მნიშვნელოვანი დოკუმენტი არ არის და ამიტომ მას დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ. +1 ქაღალდი, მეტი არაფერი.